თუ ეს მოახერხა, მე მესმის ჩვენ ლოგიკურად უნდა მივიდეთ იქამდე, ვფიქრობ, რომ როგორ იქნება საქართველოსთან ურთიერთობა. რაც ჩვენს ტელემოყურებელს და რადიომსმენელს ყველაზე მეტ და მათ შორის მეც. რატომ უკრაინა ძალიან კარგია, ყველაფერი აქეთ-იქით, მაგრამ მაინც უკრაინაა და ეს მათი პრობლემებია. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოში შეცდომით ფიქრობენ, რომ საქართველო მიმულია უკრაინის кейსზე, ასე ვთქვათ რა. რატომ? არ ვიცი, ესეთი 2008 წელში უკრაინა იყო მიმული ჩვენ кейსზე. არა, 2008 წელი ცალკე თემა, ცალკე განხილვის, აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. არა, მე შედარებით არა, თვითონ იმდენად განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს ჩვენ და იმდენად ადგილმდებარეობაც კი რომ ჩვენ ერთი кейსი ვერ ვიქნებით. რაღაცეები კი ბატონო მიმული. ხო, ხომ გავხსება შეიძლება იყოს რა. მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვა მიმართულება რა. ჩვენ ვართ აგერ ყაზახეთი, თურქმენეთი, ეს აზია, კი ბატონო, მონღოლეთი, ჩინეთი, საქართველო და დასავლეთი. მოხდება თუ არა, ასე ვთქვათ, რაიმე გადატვირთვა. თავის დროზე მე მქონია საუბარი და მithქვავს არაერთხელ რა, რომ ანტიამერიკანიზმი ის რომელიც საქართველოში სამწუხაროდ გაუგონარი მიზეზის გამო დაიქოქა არასწორად. არ ამგონია რომ ის მომტანი იყო საქართველოსთვის ბონუსის და რატო მაგასაც ავხსნი. ვის უნდა ეგა? ანტიამერიკანიზმის გარკვეული სახე თვითონ ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ხელს უწყობს გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაგვეტოს.